იმ პერიოდში, როდესაც უკვე გადავიხადე ეს თანხა 100,000 ლარის შემოწირულობის სახით, ამ პერიოდის შემდგომაც გრძელდება კონტეინერს ეს შეთანხმება თანხის გადახდა 2010 წელს ისევ მიბარებენ და მეუნებიან, რომ აქ უკვე შემოწირულობას აღარ მთხოვენ ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე და მეუნებიან საეთერო დრო უნდა უყიდო ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას, გიორგი თარგამაძის პარტიას რუსთავი 2-ზე. ამასაც იგივე დავალება მოდის იქიდან. ვისგან მოდის ეს დავალება? ირაკლი კირკიტაძე. ფინანსური პოლიციიდან. მათ ოპოზიციას უყიდოთ ფინანსურიდან მოდის დავალება, რომ რუსთავი 2-ზე უნდა უყიდო საეთერო დრო, რომლის ღირებულებაც არის 50,000 ლარი და ეს თანხა უნდა გადავრიცხო რუსთავი 2-ის ანგარიშზე. მართლა გაუცებული დავრჩი, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ სახელმწიფო პარტია იყო ნაციონალური მოძრაობა და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვიყავი ნაციონალური მოძრაობის ტყვე და ეხლა ეს ახალი პარტია საიდან გამოჩნდა მეთქი, მამაჩემს პირველი ეგუთხარი, ეს ქრისტიან დემოკრატები რაღაც შუაში არიან მეთქი რა და ხო, მაგის ოპოზიცია არიან მეთქი და მაშინ ირაკლი მიპასუხა ესეთი რაღაცა, რომ ჩვენი ერთნი ვართ და ჩვენში სხვაობა არ არის. ირაკლი კირკიტაძე, თბილისის ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გეუბნებათ, რომ ჩვენსა და ქრისტიან დემოკრატებს შორის განსხვავება არ არის. განსხვავება არ არის, ჩვენ ვართ არც ისინი არიან ქრისტიანები და არც ჩვენ. არც ჩვენ ვართ დემოკრატები. კაი ბატონო. კი ბატონო.